ოხუმი საქართველოს ამ შესანიშნავი ქალაქის შესახებ მინდა მოგითხროთ დღეს და გაჩვენებთ მე-15-მე-19 საუკუნეების ევროპის 10 სხვადასხვა ქალაქში დაბეჭდილ 10 სხვადასხვა რუკას, რომლებზეც სოხუმი არის აღნიშნული. დავიწყოთ ყველაზე ძველი რუკით, ეს არის 1486 წელს გერმანიაში ქალაქ ულმში იოჰან რეგას მიერ დაბეჭდილი რუკა და აი ამ რუკაზე შეგიძლიათ აი აქ ნახოთ აი ამ ნაწილში აღნიშნვა დიოსკურია, რომელიც სოხუმს აღნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მე-16 საუკუნეში უნდა გადავინაცვლოთ და ამ შემთხვევაში ბაზელში 1540 წელს დაბეჭდილ რუკას გაჩვენებთ. აი აქაც აღნიშნვა დიოსკურია და სასახლე სოხუმის ირგვლივ. ბაზელიდან დუისბურგში წავიდეთ 1595 წელი ევროპის შესანიშნავი რუკა და აი ეს აღნიშნვა სავატოპოლი უკავშირდება სოხუმს. 1691 წელი ფრანკფურტში დაბეჭდილი რუკა, აი აქაც სავატოპოლი აღნიშნავს სოხუმს. ფრანკფურტიდან რომში უნდა გადავინაცვლოთ 1684 წელი. აი სავატოპოლი, აი ეს სოხუმის აღნიშნვა. რომიდან პარიზში მივდივართ 1692 წელი და აღნიშნვა სავატოპოლი ასევე აქაც უკავშირდება სოხუმს. პარიზის შემდეგ ჩრდილოეთით უნდა წავიდეთ, ამ შემთხვევაში ლეიდენში 1713 წელს დაბეჭდილი რუკა და თუ დააკვირდებით რუკის აი ამ ნაწილშიც ხდება აღნიშნვა სავატოპოლი, რაც სოხუმს უკავშირდება. დროა რომ ვენეციაში ჩავიდეთ და აი ამ შესანიშნავ რუკაზე გაჩვენებთ სოხუმის აღნიშნვას. აი ეს აღნიშნვა ცხუმი უკავშირდება სწორედ სოხუმს. ბოლო რუკა დღეისათვის ეს არის 1859 წელს გლოგაუში დაბეჭდილი რუკა. ამ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ სოხუმის აღნიშნვა, ასევე სოხუმკალე, აი ეს აღნიშნვა უკავშირდება ქალაქ სოხუმს. ამ ამბის ბოლოს კი გეტყვით, რომ ჩვენს კოლექციაში სხვა არაერთი რუკა ინახება კიდევ, რომელზეც სოხუმის ნახვა არის შესაძლებელი.